მოკლედ ვიწყებთ იმაზე, რაც ყველას გონია რომ მე არ მაქვს და არასოდეს სტრესი არ მაწუხებს, მაგრამ მეც მაქვს აი ესეთ ჩემნაირ პიროვნებებსაც გვაწუხებს სტრესი. ისე არ გონია რომ ხანდახან ბევრი სტრესის გამო ვცდილობთ ხოლმე რომ ვარ სტრესზე, ხო? კი, ეგრეა. მე მგონია გვაქვს ჩვენი ბჭის. კი, მართლა მრავლადთან მე ვფიქრობ რომ დღეს სტრესი არ გქონდეს საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთულია, იმიტომ რომ ისეთი ვითარებაა და ისეთი შეშლილია სამყარო. აჩქარებულია ცხოვრების ტემპი, თორე სტრესი ალბათ ყოველთვის ადამიანის განუყოფელი ნაწილი იყო, ჯერ გამოქვაბულის დროიდან, მერე სხვადასხვა აჩო და გამჭობდნენ ლალი იცინოდა ესეთი თქვამი. ამიტომ მოდი ჩვენი ხო დავუთმოთ ასპარეზი ქალბატონ ლალის, რომელმაც იცის სტრესი რა არის და როგორ ხდება მასთან გამკლავება. მოკლედ, სტრესი არის ადამიანის ორგანიზმის პასუხი ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, რომელიც იწვევს ფიზიკურ, ემოციურ ან ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის შესაძლებლობებს აღემატება ხოლმე. დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, როგორც უკვე ვთქვით, ასეთი პრობლემები მრავლადაა. კი ბატონო. ბიოლოგიურად ჩვენ საკმარისად კარგად ვართ აღჭურვილები და შეგვიძლია მცირე დოზით სტრესთან გამკლავება, თუმცა როდესაც სტრესი გრძელვადიანია, ან ქრონიკულ ხასიათს იღებს, მე შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის ორგანიზმი. როგორ უპასუხოთ სტრესს და შევამციროთ მისგან წამოსული შესაძლო ზიანი, ამაზე ვისაუბრებთ სწორედ ახლა. ჩვენს ეთერში შემოგვიერთეთ ჩვენი თანაწამყვანი პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ICF-ის წევრი ლალი ბადრიძე. გამარჯობა, ლალი. როგორ ხარ? მაგარი კითხვა. ძალიან კარგი. როგორ ხართ? ეგრევე გამოიყურებით მინდა გითხრათ. დიდი მადლობა. ხო, თქვენ სტრესში ხართ ხოლმე? რა თქმა უნდა. ადამიანი, ცოცხალი ადამიანი სტრესის გარეშე არ არსებობს. შემოკარგო და აი ხა წეღანა მოდი რომ მე მგონიო მსოფლიოში მე მგონი არა ნამდვილად. ყველა ადამიანი განიცდის სტრესს და თვითონ ვინც მოიგონა ეს სტრესის განმარტება, ვინ შექმნა სტრესი საერთოდ ინგლისური სიტყვა და ზეწოლას ნიშნავს. საერთოდ გეოგრაფიული სულ ამბობენ რომ სტრესში არის. ტერმინი იყო ნახე ჰანსელია იყო ეს ადამიანი, ვინც ის ტერმინი შემოიტანა და ის ამბობდა რომ სტრესი ეს არის ცხოვრების გემო და არომატიო. აი სტრესი თუ არა გაქვს, ჩათვალე რომ არ ცხოვრობო. სტრესს ვერ გაექცევი და არც უნდა გაექცე. იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა უსტრესო ცხოვრებაა ესეთი. ხო. სწორხაზოვანი. ესე იგი, სტრესი არა გაქვს მაშინ, როცა ცოცხალი არ ახარ. ანუ დაბადება სტრესია და დაბადებიდან მთელი ცხოვრება სტრესია. უბრალოდ არსებობს სხვადასხვანაირი სტრესები, ხო? აი ის სტრესები, რაც ჩვენ გვაწუხებს ყოველდღიურად, ну, ამას ჩვენ დისტრესს ვეძახით და ყველა საინტერესო რა არის, იცი? აი ეს პატარ-პატარა სტრესი გგონია ხოლმე, რომ ну, არაუშავს და დიდი სტრესი გვაშინებს და სინამდვილეში პირიქით არის. იმიტომ რომ იმ დიდი სტრესი ხვდები, რომ რაღაცა მოხდა და უმკლავდები და ეს პატარა სტრესი ატარებ, ინახავ და შეიძლება შეამჩნიოთ. ძალიან ხშირად ყურადღებას აქცევ. კი, იცი რა, ყურადღებასაც აქცევ და გადახარშავ და დაამთავრებ და ამ პატარ-პატარა სტრესებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება ძალიან ხშირად, რომელიც მე ქრონიკულში გადადის. ნახე, აი ადრე სტრესს რას ეძახდნენ, ხო? სტრესი როცა შეკვდებაო, ან უნდა შეებრძოლო, ან უნდა დანებდე. ეხა ესე აღარ არის. აი მაგალითად ნახე, ისე რომ მოვიყვანოთ მაგალითი. დაც შეეჯახე სტრესია. ან გაჩერდები და შეგჭამს, ან გაიქცევი და გადარჩევი. მაგრამ ეხა უკვე სიტუაცია შეცვლილია, მარტო ან შეებრძოლე, ან გაიქეცი არ გამოდის, ხო? რაღაცა მესამე გზა უნდა მოძებნო. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე სიტუაცია მოითხოვა სტრესთან გამკლავების ცოტა სხვა გზა მოვძებნოთ. ეს შეებრძოლე ჩემთვის მიუღებელია. სტრესი, კი. უი, ხო, რატო მოიცანი გავხსნათ, რატო არის თქვენს მიღვარი საინტერესოა რა პერსპექტივით ხედავთ? იცი რა, რასაც ვებრძვით, ყოველთვის ის უფრო მეტად გვებრძვის ხოლმე და კონცენტრირებასაც უფრო მეტად ვაკეთებ და თან იქიდან გამომდინარე, რომ სტრესი აუცილებელია, დაუმეგობრდე სტრესს. ნახე წეგან რა თქვი, აჩო, რომ სტრესი არისო, ცვლილება, როცა ჭირდება ორგანიზმს, ხო? როცა რაღაცა გარედან მიუღებელია, რაღაცა გვაღიზიანებს და რაღაცა არ მოგწონს. და ესე იგი ჩვენი ორგანიზმი მთლიანად გვეუბნება, რომ დროა რო ცვლილებებზე იფიქრო. მაგრამ ჩვენ რა ვიცით, იცი რომ სტრესს მარტო ფიზიკური გამკლავებაზე ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ის სადღაც აი ეს რამ სტრესავს, რა იწვევს? დავაკვირდე რა იწვევს ამ სტრესს? რა სიტუაციები იწვევს? რა გარემო იწვევს?
და ჩემთვის რა ემოციებია სტრესული. სხვანაირად სტრესს გაუმკლავდე მარტო იმით, რომ თქვათ დავიღალე და სხეულმა მაგრძნობიდან რომ დავიღალე და დავისვენო, ეს გასაგებია, მაგრამ მიზეზი ხო რჩება, ხო? აი პატარ-პატარა მიზეზების ეს დაგროვება, მე ქრონიკულში გადადის, მე დეპრესიაში გადადის. და დათვზე ვლაპარაკობდით. ეხლა ნახე, შევხვდი გავიქეთ გადავრჩი. მაგრამ მე 3 საათს მე ვიხსენებ, აი მე რო დათვშევხვდი, როგორი იყო, ვიხსენებ და თავს ვისტრესავ და ვისტრესავ. ამიტომ დამოკიდებულების შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და სტრესს რა იწვევს, ხო? რაღაცა სტრესორები. და სამი სახის სტრესორები არსებობს. ერთი, რომელსაც მე ვერაფერს ვერ ვზავ. მდგომარეობა ქვეყანაში რაც არის მაგალითად, ამ სტრესავს, მაგრამ ჩემზე დამოკიდებული რაღაცები არ არის. ბუნებრივი მოვლენები, რომელსაც ასევე ვერაფერს ვერ ვზავ, პანდემიის დროს, ხო? აი უძულური ხარ, ვერაფერს ვერ იზავ. თან როგორი აქტიურ ფაზაში იყო შესული. და იმაში რამდენიც კიდე ინერვიულე, გული გაიხეთქე, ამ დროს რა უნდა ქნა, ხო, რაღაცა გზები მოძებნო ამასთან გამკლავების. მეორე არის ფაქტორები, ეს სტრესის გამომწვევი ფაქტორები, რომლებზეც მე შემიძლია ზემოქმედება. დროის მენეჯმენტი, რაღაცა სიტუაციის შეცვლა, ანუ ჩემი დამოკიდებულების შეცვლა რაღაცების მიმართ. არსებობს მესამე, რომელსაც მე თვითონ ვიწევ და განსაკუთრებით ან კაი ჩეხოვის ის თუ გახსოვთ ჩინოვნიკის სიკვდილი. კი. რომ ჩინოვნიკი ოცნებობს რომ ოპერაში წავიდეს რა. შეაგროვა ფული, როგორც იქნა წავიდა ოპერაში და ზის რომ უნდა დატკბეს და წინ ზის მისი გენერალი და აუ ეს შეშფოთდება რომ გენერალი უზის წინ. ამ დროს დააცემინებს ამ მელოს თავზე გენერალს. აღარც ოპერა გაუგია, აღარც სიმღერა გაუგია, რომ სტრესი აქვს, როგორც შოკშია, რომ აუ ამას რა მოყვება. და უბედურია იმდეს ინერვიულებს მოვა სახში და მოკვდება. გენერალი მიდის სახში და საერთოდ არ გაუგია, რომ მის უკან იჯდა ვიღაცა მისი თანამშრომელი. ანუ ადამიანმა თვითონ შექმნა იმდენი რამე მოაბა, რომ ეს მოყვება, ის მოყვება, ეს დამემართება სინამდვილეში. არც არაფერი არ იყო და ჩვენი წარმოსახვა. აი, ეგ არის ძალიან საინტერესო რამე, ხა რასაც შეეხეთ არის. წარმოსახვით შექმნილი შიშები თუ შფოთები, რომელიც რეალურად ჩვენ გარშემო არ არსებობს. ამას სტრესი ბადებს, ანუ სტრესი ვებადებს ამ და თუ არის ხოლმე განსხვავება სქესში, იმიტომ რომ მგონია რომ ეს წარმოსახვა და წინასწარი ღელვა არ ვიცი, შეიძლება ძალიან ვწდები, მაგრამ ქალებს უფრო გვახასიათებს. სტრესი კი არ ბადებს, სტრესს ბადებს. წარმოსახვა და ეს თუნდაც წარსულზე დარდი თუ მომავალზე ფიქრი სტრესს აჩენს უყურე იმიტომ რომ ჩვენი გონება ვერ არჩევს ეს მოგონილია თუ ნამდვილია ის იღებს რომ ეს არის ნამდვილი და ამიტომ მე ვისტრესებით და აი როცა თქვა სიტუაცია ხდება აი მექანიზმი მარტივად რო აქვს და რაღაცა მოხდა ხო ისეთი რაც ჩემთვის მიუღებელია ცნობიერად თუ არაცნობიერ დონეზე კოგნიტურად ვიღებ მე ამ ინფორმაციას რომ ეს მოხდა მე ვიაზრებ გადადის ემოციაში. ემოცია სიგნალს აძლევს ორგანიზმს და გადადის სხეულში და სტრესის დროს რა გვჭირს? დაძაბული გვაქვს კუნთები, დაძაბული გვაქვს ყველაფერი და აი თავსაც რო დავაკვირდეთ ხოლმე. აი თუნდაც ხევცებ დავაკვირდი რა, რომ აი ხარ ამაგ დაძაბული. ღამე განსაკუთრებით ძილის დროს როცა წევხარ, უცებ დააპაუზე და თქვი რომ აი ეხა მე მოშვებული ვარ თუ არა. ძალიან ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისეთი დაძაბული წევარ, განსაკუთრებით ყბა, კრიჭა შეიძლება შეკრული მაქვს, კისერი დაძაბული მაქვს, ესე იგი რაღაცამ სტრესავს და ხშირად ვერ ვაცნობიერებ. იმიტომ რომ ეგ მე მგონია რომ ეხლა რაზეც ვლაპარაკობ ხალხო, ლალი ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურობა რა. ყველასი. ხო. რას ვაკეთებთ ეგეთ დროს? იმიტომ რომ აი ხა თქვენ რო ლაპარაკობთ სტრესზე, ეხლა მე დავიწყე რაღაცა ძველი მოვლენების გახსენება, მაგალითად ლიზიკო ჩემი შვილი როგორ გამექცა უცებ ქუჩაში და ძალიან დავისტრესე და მახსოვს მაშინ პარკინგზე ვიყავი და რო გაიქცა კი დავიჭირე ჩვეულებრივ, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მომყვებოდა რო ვერ დამეჭირა. და ისე სტრესავს, აი ესე ვიძაბები ხოლმე ამ დროს. არა და ხო ჩაიარა ამ ამბავმა, მაგრამ ჩემი წარმოსახვა არ მანებებს თავს, რო ვერ დამეჭირა, რა მოხდებოდა ბავშვი ქუჩაზე გაიგო. ხო და რა უნდა იფიქრო? რო დავიჭირე. რა მაგარი ვარ, რომ ესეთი სწრაფი რეაქცია მაქვს და დავიჭირე და ეს არ მოხდა. მაინც რო ნერვი. ნახე, თუ ემოცია გააქვს, ისევ ხო, ესე იგი სტრესი გადაუმუშავებელია. იმიტომ რომ მოვლენები არ გვავიწყდება, თუმცა როცა ემოციას ვაცლით, მოვლენად რჩება და აღარ მსტრესავს.
მეკითხო და გამოიარე ერთი ბედეში ცალკე ვილაპარაკოთ რომ აღარ დაგსტრესო იმიტომ რომ ეს როცა სტრესავს ჩემს მოქმედებს და აისახება აი ნახე აი როგორ გადავამუშაოთო სტრესიო იძახი აი ხა როცა რაღაცა ისეთი ხდება და აი რასაკეთებთ ხოლმე თქვენ როცა აი რაღაცაზე მაგალითად გაბრაზდის ის ბევრნაირი სტრესია უფ აი რასაკეთებ მე ისე აფეთქდები ხოლმე ანუ გამოხატავ ემოციურად შენაჩო როცა გაბრაზდები როგორ აი მაგალითად გაბრაზდები კი რაღაცა სტრესული შეგემთვა აი რასაკეთებ მე სხვათა შორის აი ლიზიკოს ამბავი მოხდა მე რა გააკეთე სხვათა შორის ერთადერთი რასაც და არ ვიცი ამდენად სწორია ვცდილობ დავივიწყო რა მაგრამ როგორ ხდება და არ გამომდის მასწავლე ერთი როგორ ხდება ეს დავიცდილობ დავივიწყო არ ვიცი ხო აი მოკლედ არ არის კარგი რასაც ახლა მევალობ მაგრამ ვცდილობ გავექცე რა ამ პრობლემას და სტრესს როგორ ვცდილობ და გადავერთო ან აი ხო ის თავს რო გამოიფხიზლებ ხოლმე რომ აი ხა ეს ფიქრიც რომ მაქვს აი რაღაცას წეგან მოგიყევით სულ ვცდილობ რომ აი თავს შემოუზახო რომ აი გააქანაო თავი და თქვა რომ რაღაცა სხვაზე გადავერთო და ამით მე დასწორია. ეგ არის ერთ-ერთი საშუალება. ანუ ეს არ არის სისუსტის მაჩვენებელი, როცა გარბი ხარ სტრესისგან. უყურე სტრესის გადამუშავების დაახლოებით უამრავი გზა არსებობს, ძირითადი აი 6 გზა. ერთ-ერთი არის ზუსტად ეს რაც შენ თქვი, რომ გადავერთო. გადავერთო მაგალითად შემოქმედებითად, წავიკითხო, დავწერო, ვიმღერო, ვიცეკო, რაღაც ფილმს უყურო, რაღაცა გავაკეთო, რაღაცა ჩავსკრო, ფანტაზიის სფეროში გადავიდე. საინტერესო ის დანარჩენი 5 რა არის. მეორე არის რაც ანკამ თქვა, აუფეთქ ემოციური გადამუშავება ვიყირო, ვიტირო, ვუტყა ერთი ემოცია გამოვხატო. ერთი დაფა შოკოლადი ვჭამო. კი. ხო. არა, ერთი დაფა შოკოლადი ვჭამო, ეს არის სხეულებრივი გადამუშავება. ვჭამო, ვიარო, ვივარჯიშო, ვიცურაო. ამ 6-დან ერთ-ერთია ესეც? ანუ ორი ხო ვთქვით, რომ ესე იგი ერთი არის ეს გადამუშავება, შემოქმედებითი ფანტაზიაში გადამუშავება სხვა რაღაცები წარმოვიდგა. მეორე ის რაც ანკამ თქვა ემოციური გადამუშავება. მესამე ის მივირთვა, ფიზიკური გადამუშავება, ან ვირბინო, ან ვიარო, ან ვიცურავ, სხეულით. მე მაგალითად ჭურჭელს ვრეცხავ ხოლმე. მაგ დროს. აუ! იცი რა მაგარია. ძალიან ხშირია სხვათა შორის. სხვათა შორის ბილ გეიტს არ ქონია სახში ჭურჭლის არეცხი მანქანა. იმიტომ რომ როცა მოდის ვრეცხავო და თან ამ ნეგატივს და ფიქრობოდა წყალს მიაქ. აი ნახე. გამოდგა. როგორ? დაწყალი ბილ გეიტსი როგორ შეგვეცოდა. იცი რა ჩასორე რა იცი რა ხდება იცი რა ხო არ არის ბედნიერი ფულში არ არის ბედნიერი როგორ არ არის ვინ გითხრა იცი რა ის სტრესი ძალიან ჭკვიანი კაცი ამუშავებს ამით ამ სტრესს ნახე გახსოვს აი ჩვენ წინაპრები ხო ამბობდნენ ხოლმე რომ სიზმარიო ცუდი სიზმარი წყალს მოუყევიო და მართლა ესე როცა წყალთან ურთიერთობ და რეცხავ ეს ნეგატივი მიაქვს ამ წყალს. მესამე ესე იგი ეს ყოფილა გადამუშავება სხეულები. მეოთხე არის კიდე რას ვაკეთებთ ხოლმე როცა რაღაცა მოხდა რაღაცა ისე ვარ და გაზიარება მინდა, ხო? ხო. ან მეგობრებს უზიარებ, ან ახლობლებს უზიარებ, ან რაღაცა სოციალური აქტივობა. ეგ ძალიან ჩემი აზრით. ანუ სოციალიზაცია ამ დროს, რომ რაღაცა გავაზიარო, რაღაცა ვთქვა, დავიხარჯო, ვიღაცას მოუყე. ხო, არა. სოციალურად ცოცხალ ადამიანს ვეურთიერთო, ხო? მეხუთე ეს არის წმენით ან წარმოდგენებით გადამუშავება, ვიღაცა ლოცულობს, ვიღაცა ეძებს, ეს ამის ნიშანია და შეიძლება რაღაცა ასე მოხდეს და რაღაცა ესეთი, ხო? და ყველაფერი უკეთესობისკენ. ის რაც ჩვენ ძალიან ხშირად გვახსენებთ, ეს არის კოგნიტური გადამუშავება. ჭკუით გადამუშავება, როცა ვფიქრობ. ესე გეგმებს ვალაგებ, ეს ვაანალიზებ. ყველაზე რაციონალური ეგ არის, მაგრამ ყველაზე რთული ძალა. იცი რა, ვერ ვიტყვი რა არის რაციონალური, ნახე, იმიტომ რომ ყველაფერს ამართლებს თითქოს, იმიტომ რომ შენ თუ ადამიანი ცუდად გექცა, შეგიძლია უბრალოდ დაფიქრდე კარგად იმ ადამიანზე და კარგი გოგო და ძალიან მაგარი რატო გააკეთა ეს და უპატიო ძალიან მაგარია. აი ეგ თვისება რომ ბევრ ადამიანს კონდეს ჩვენ ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით, მინდა გითხრა. ძალიან მაგარია როცა ეს შეგიძლია. იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური აბსოლუტურად. ვიღაცა ადვილად პატიობს, ვიღაცა ადვილად ამუშავებს, ვიღაცა იგროვებს და ძალიან ხშირად არის ხოლმე ის კი ადამიანებს წენის გამოთქმაც კი ერიდებათ. თუმცა წენა არ გადის და იგროვებენ და ეს ფსიქოსომატიკაში გადადის, ხო? მაგრამ გააჩნია როგორ გამოვიყენებ.
ნახე, სტრესი არის სტიმულატორი ძალიან ბევრი რამის და ეს არის ნიშანი, რომ ცვლილებები მჭირდება და ავიწყო ფიქრი, ნახე, ეს არის ხო ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ქიმიური ცვლილებების ფაქტიურად სტრესის დროს. ხო და დავფიქრდე როგორ განსაკუთრებით ნახე ბრაზი. გაუბრაზდი და მაგ დროს რა გავეკეთებ? რას ვაკეთებ? სინამდვილეში ბრაზი არის აი ძალიან დიდი ენერგეტიკა და ზღაპარი მოგიყვეთ? კი, მე მიყვარს ზღაპარი. აბა მოკლედ ციმბირში ყინვაში მარხილით მოდის ერთი მოხუცი კაცი, რომელსაც მარხილზე უზის 40-მდე წლის ქალი. ბავშვით ხელში და 40 გრადუსი ყინვაა რა, ძალიან ცივა. და ამ ხალხს ტუჩები აქვს გალურჯებული, ფერი აქვს დაკარგული და ბავშვი დახედა, ბავშვიც რაღაცა გალურჯებულია, გაიხადა ეს შარფი, მოახურა ამ ბავშვს. ხედავს, კიდე გალურჯებულია, კიდე გაიხადა და ბავშვი გაღუნღულდა, გავარდისფრდა და ქალი როგორც ეს ქანდაკებასავი ძის. ამ მემარხილემ გამოიხედა, შეხედა და ხედავს ქალი ფაქტიურად აღარ არის ცოცხალი. გააჩერა მარხილი, გაყინულია ქალი რა. ჩამოაგდო მარხილიდან, ბავშვი წაართვა, დაждდა მარხილსა და წავიდა. და ეს დედა გაოგნებული უყურებს, რომ არა აქვს მოძრაობის თავი. და თანდათან ამ გაყინულ თავში იაზრებს, რომ ბავშვი წაართვეს, შვილი წაართვეს და ეძახის და ხმაც არა აქვს, გადადგა ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე, მოუმატა ეძახის, ყვირის, ბოლოს გაიქცა და როგორი მივიდა იცი? აი, ავარდისფერებული, ყოფილი წურწური ჩამოდის გახურებული და გააჩერა მემარხილემ და უთხრა: "ეხა შენ იცოცხლებ." დაუბრუნდა ბავშვი, ნახე, აი ეს რისხვა და ბრაზი, ნახე, რამხელა ენერგია, სწორად მივმართო. ანუ იქით ხარეს გაუშვა, რაც მომენტში საჭიროება მაქვს. შედეგის მომტანი იქნებოდა, კი, სწორედ. ის კი არა, რომ თავი შევიჭამო და ჩავიბრუნო და ვაიმე სტრესი მაგ და ეს რა დამემართა და რა. რამდენად სწორია და ალბათ არ არის სწორი, მაგრამ მაინც ვიკითხავ. ხშირად ადამიანები სტრესისგან თავის გასაქცევად მიმართავენ ხოლმე ისეთ მეთოდებს, რომელიც თავშივე ცხადია, რომ არ არის სწორი, მაგრამ ხშირად არის ხოლმე ჭალებში გამოსავალი, მაგრამ ალბათ თქვენ უკეთ ახსნით რატო არ არის გამოსავალი. მაგალითად ალკოჰოლი. მაგალითად ხო, არ ვიცი, რაღაცა საშუალებები, რომელთაც ცდილობენ რომ ფხიზლად არ უყურონ სტრესს და ალბათ დროებით გაიცემ, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები ეს მე უარეს შედეგამდე მიდის, ხო ასეა. რატომ არ არის სწორი სტრესს გავექცეთ მაგალითად ისეთი საშუალებებით, როგორც არის პირობითად ალკოჰოლი ან სხვა. იცი რა, თუ ამას მუდმივი სახე აქვს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, მაგრამ მაგას გულის ხო. მე ვამბობ ხოლმე, რომ აი პრევენცია სტრესისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი არის, ცოტა არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, კვირაში ერთხელ მაინც ვაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის აზიანოა. უნდა სწორად უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. მივცეთ ჩვენ თავს უფლება ის ვაკეთოთ, რასაც ვთვლი, რომ ჯანსაღად ვიყვებები მთელი ცხოვრება და ტორტს უყურებ და ცუდად თავარ მივცეთ ჩემ უფლება. ხო, კვირაში ერთხელ მაინც ეს გავაკეთო. პრევენციისთვის ეს არის აუცილებელი. მეორე და ბედნიერების ხარისხისთვისაც რა ქალბატონო ვალინა. ხო, შეიძლება ყველაფერი აკრძალული სულ. ნახე, თუ მე ისე სულ სწორად ვცხოვრობ და ყველაფერს ისე ვიცავ, რომ ავად არ გავხდე, უკვე ეს გადამდის მერე და ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ ავად გავხდე. და მე ეს ფიზიკურად გამოიხატება, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაგალითად ყოფილი შემთხვევაში ძალიან ძლიერი და ხანგრძლივი სტრესის შემდეგ ადამიანს რაღაც კონკრეტული დაავადება ემართება და ეს ფსიქოლოგიური რომელიღაც საკითხი, სხვადასხვა ორგანოზეც მოქმედებს ხოლმე. ნახე, ანკა, აუცილებლად და ეხლა ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ უცებ ხო ადამიანებს უთხრათ, როგორ შეიძლება სტრესის დროს მაგალითად რომ მოიხსნեն. პირველ რიგში ერთ-ერთი ეს არის სხეულის ჩვენი ფორმა, როგორ გამოვიყურები. ნახე, სტრესის დროს როგორ ვართ? აი, ესე მოხრილები და ხო შეიძლება რომ აღმოჩინა ვილჰემ რაიხი არის ესეთი გერმანელი ფსიქოლოგი, რომელმაც აღმოჩინა კუნთოვანი ჯავშანი, რომ სტრესის დროს თუმე თელ ჩვენ ჩათვალე რომ ჯავშანი გვაცვია ისეთი დაძაბული გვაკუნთები. როცა რაღაცა ისეთია, შეგვიძლია დავძაბოთ ყველა კუნთი ერთად, მაქსიმალურად და მერე მოუშვათ. იმიტომ რომ მიდის ტვინამდე ინფორმაცია, რომ სტრესმა გაიარა და უკვე გადავჭი. სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაისუნთქე ცხვირით, გააჩერე, 4 თვლა ჩაისუნთქე, 4 თვლა გააჩერე და 6 ამოისუნთქე პირით. მუშაობს.
ხუთჯერ ამას თუ გააკეთებ, ფაქტიურად იმ დაძაბულობას ხსნის და ანუ სტრესის პირველადი აი მწვავე სტრესის გადადება როგორ ხდება, უცებ დავეხმარო. თორე დანარჩენზე მე როგორ წერან თქვით, უნდა იმუშაო ან შენით, ან სასურველია სპეციალისტთან თუ ხდები რომ ამ ქრონიკულ სტრესს უკვე ვერ ერევი, რა თქმა უნდა სპეციალისტთან მისვლა ჯობია, მაგრამ მწვავე სტრესის დროს დავაპაუზო უცებ ან ვისუნთქო, ანაჩო შენ რაც თქვი, გადავიდე სხვა რამე ვაკეთო, გარემო შევიცვალო, რაღაცით დავკავდე და მოკლედ არ მყოფნის კვირაში ერთი დღე მე ქალბატონი ვარ. არც ერთი დღე, არც ნახევარი საათი არ მყოფნის და საერთოდ აუ ძალიან დიდი მადლობა რა. ძალიან მუშაობს და გადამდებია თქვენი ენერგეტიკა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელს ამას მაყურებელზეც ძალიან კაფიოდ გრძნობს.